მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა ჩართვისათვის. კვირის რამდენიმე მთავარი თემა მინდა შევაჯამოთ დღეს და ამჯერად საუბარი დავიწყოთ ალეკო ელისაშვილის საქმით, რადგან ცოტა ხნის წინ გამოცხადა მის საქმეზე განაჩენი და მას მიესაჯა 13 წელი. მსჯავრს, როგორც მოისმენდით, მისი გუნდელები, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულს და აცხადებენ, რომ ეს ემსახურება შურისძიებას და დაშინებას, მისთვის გამოტანილი ეს განაჩენი და მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ელისაშვილს ტერორიზმში საჯარო განცხადებებითაც დასდეს ბრალი. რა არის ამაზე თქვენი პასუხი? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სამწუხარო ფაქტია თვითონ ის, რომ ოპოზიცია უკვე იმ დონეზე არის დასული, რომ პირდაპირ აშკარად განხორციელებულ ცდელობას სასამართლო სახელმწიფო შენობის გადაწვისა, რომელსაც მართლაც პირდაპირი კავშირი აქვს და ეს სასამართლომაც დღეს დაადასტურა თავისი ვერდიქტით, ეძახიან ასე ვთქვათ პოლიტიკურ ანგარიშწორებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს მეტყველებს უკვე საქართველოში ეგრეთ წოდებული ქვია უკვე ამ ოპოზიციას სრულ დეგრადაციას, რომელთაც აღარ გააჩნიათ უნარი, რომ პირდაპირ ასე ვთქვათ ქმედება, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო დაწესებულების სასამართლოს გადაწვისაკენ, ამაზეც კი ჰქონდეთ რაიმე ნორმალური რეაგირება და დაგმო. ანუ არის ოპოზიცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრჭყალებში ოპოზიცია, იმიტომ ამას ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ ოპოზიცია ერქვას, რომელიც პირდაპირ ტერორისტული აქტების გამართვას და ჩამდენებს პოლიტპატიმარს ეძახის და ამას ამართლებს და რაღაც ასე ვთქვათ ხარდასაჭერ ქარდებს უძღვის. ეს კიდევ ერთხელ ვიჩვენებს, რომ ეს არის სრულად მარგინალიზაციის ქვეშ ყოფი ოპოზიცია. ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ მთლიანად ოპოზიციას, რომელმაც ეს ერთი პიროვნებას და თვითონ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დღეს ამა თუ იმ ასე ვთქვათ სიმძიმის სასჯელს იხდის, სწორედ აი ესეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული მიდგომებით არიან მისული აი ამ მდგომარეობამდე. აი ოპოზიციაზე რა კი ვსაუბრობთ, მაშინ იმ ფორმულაზე გავაგრძელოთ ახლა საუბარი, რაც დღეს ნიკა გვარამიამ ჩამოაყალიბა. უბრალოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა ალიანსის მიერ ჯერ კიდევ ამ ერთობის შეკვრის დროს დაანონსებული ეს ფორმულირება, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივაო. როგორ ფიქრობთ, ეს არის გზავნილი ეგრეთ წოდებული ერთობის დამრღვევებისთვის თავად ოპოზიციაშივე, თუ გზავნილია ერთგვარად მათი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს ალიანსი ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმულას ეს ოპოზიციონერი ლიდერები კარგახანია იმეორებენ, როგორც ჩანს, თავად ოპოზიციაშივე უჭირთ ერთობის ის შეკვრა, რომ რაღაც ალტერნატივა წარმოჩენას სცადონ. ახლა ოპოზიციაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში რა ერთიანობაც არის, ჩვენ ყველამ კარგად ნახეთ უკვე, საზოგადოება ამას ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში უყურებს და არა აქვს მნიშვნელობა ეს რაღაც ალიანსის ფარგლებში არის ეს ურთიერთდაპირისპირება თუ უშუალოდ კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის შიგნით. ეს სრული აღრევა არის და ეს სრული აღრევა მოდის სწორედ იქიდან, რომ ამ ადამიანებმა, ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავის დროზე პრინციპულად უარი თქვეს დემოკრატიულ პროცესზე, არჩევნების შედეგად მიღებული ხმების საპარლამენტო ცხოვრებაში გამოყენებაზე, უარი განაცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და დარჩნენ სწორედ აი ამ, ასე ვთქვათ, აქცია სანქციის იმედად. ანუ ეს ახლა თუ შევხედავთ ჩვენ იგივე უილსონების და ესეთი გარი აქტორების ქმედებებს, ხო, არის ერთ უნისონში გამოყვანილი, რო იტყვიან, უბადრუკი პოლიტიკური ფორმულა. იმიტომ რომ მათ, რასაც ქვია დემოკრატიული საქმე, დემოკრატიული ალტერნატივა, რასაც ქვია არჩევნები, ხალხის ხარდაჭერა არჩევნებზე, უკეთესი შეთავაზება, აბსოლუტურად ცარიელები არიან. ამის არანაირი არათუ ინტელექტუალური, უკვე მორალური, რო იტყვიან, ძალას აღარ გააჩნიათ. ამიტომ მთლიანად გადასული არიან ამ სრულ დესტრუქციაზე და მთლიანად არიან დამოკიდებული აქ მათთვის განსაზღვრელი არის სანქცია. ეს აქცია და ალტერნატივა, რომ მათგან არაფერი არ გამოვა, უკვე ნათელია, მაგრამ აი შუა სიტყვასა აქვს მათთვის ახლა ერთადერთი მნიშვნელობა სანქცია.
მათთვის სანქცია არის ერთადერთი წამალი და ეს სანქცია მათ იციან რომ მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ უნდა განხორციელდეს. Ისინი თვლიან რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, იმიტომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. გაჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ მაქსიმალურად დაიზაფროს, ცუდისკენ წავიდეს ქვეყანაში ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნებ აქცია გამოუვიდეთ. Აი ეს არის ამ, ასე ვთქვათ, ბჭყალებში აგენტურული შინაარსის მქონე ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. რასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი საერთო ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ინტერესებთან აბსოლუტურად არ გააჩნიათ. არიან ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, თავისი პოლიტიკური უძლურობის გამო მზად არიან ნებისმიერი ზიანი მიაყენონ ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ის მათი მზაობა არავითარ შემთხვევაში და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიზრდება ქვეყნისათვის რეალური ზიანის მიყენებაში, მაგრამ საკუთარ თავს რო საბოლოოდ პოლიტიკურ სამარეს უთხრიან, ეს ფაქტი უკვე სახეზეა. ხო, აი ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ჰააგაში, ჰააგის ეუთო საპარლამენტო ასამბლეის სესია, მიღებული დეკლარაცია და ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ მე უკვე ნახსენები ჯოვლსონის ინიციატივით მომზადდა და შევიდა ამ დეკლარაციაში. აი თქვენ გუშინ აღნიშნეთ, რომ ამ დეკლარაციით ეუთომ აჩვენა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის და მის მიერ დაწერილი დასკვნის დაცვასაც ვერ ახერხებსო. და აი ასეთი შეფასებები თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა მაშინვე აღიქვეს მზადებად, თითქოს ქართული ოცნება არ აპირებს მომდევნო არჩევნებზე ეუთო ოდირის მისიის მოწვევას და ეს იქნება კიდევ ერთი პუნქტი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო უსამართლოა. ეს რეაქცია თქვენთვის რისი მაჩვენებელია? ხომ არ არის ეს ერთგვარი წინაპირობა ოპოზიციის მიერ, ოპოზიციის მხრიდან დაყენებული, რომ უკვე წინასწარ შექმნან ერთგვარი ფონი მომავალი არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად? ხა ჩვენ ერთი რამე მე მგონი ნათელია რომ ამ ოპოზიციას არჩევნების იმედი საერთოდ არ აქვს. განა იმიტომ რომ საქართველოში საარჩევნო გარემო ან სისტემა არის ცუდი, იმიტომ რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არჩევნებზე რეალური აღარ ექნებათ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება და ვინც მიიღო იმათი განახევრებული შედეგები ამის ნათელი მაგალითია, რომ მათ პოლიტიკას საზოგადოებამ ზურგი შეაქცია. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ახლა თვითონ ეუთოს. ეს შეკითხვა ეუთომ თავის თავს უნდა დაუსვას. ეს შეკითხვა დაისვა სხვათა შორის ოპოზიციური მედია საშუალებისგან რიტორიკულად. და რიტორიკულ შეკითხვას სწორედ რიტორიკული და მაგრამ ძალიან შინაარსიანი პასუხი გავეცი მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მართლაც ისეთი აქტუალური კითხვა არის ეს, რომელიც ოპოზიციურმა ტელევიზიამ დასვა. აქვს კი აზრი? ეს კითხვა ალბათ ეუთომ თავის თავს უნდა დაუსვას პირველ რიგში. მათ დასკვნას საერთოდ რაიმე აზრი აქვს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როდესაც საქართველოში ჩატარებული არჩევნები დადებითად არის შეფასებული, სხვა არჩევნები, რომელზეც საუბარი სხვათა შორის აი ამ ბოლო სხდომაზეც ჰქონდათ და რო ვიტყვიან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები, ამათთან დაკავშირებით ეუთოს საერთოდ რეზოლუციაში არანაირი შენიშვნა არ არის ასახული. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმას, რომ პოლიტიკური ძალების მხრიდან, ვისაც აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ვიწრო, არასამართლებრივი, არაკანონიერი, არადემოკრატიული, არაკეთილსინდისეერი და არაკენთგაწყობილი დამოკიდებულება ამას ამ საერთაშორისო ინსტიტუტებს ახდენენ ისეთი ტიპის ზეწოლას, ისეთ დონეზე ყავთ დაყვანილი, რომ მათი საკუთარი დასკვნაც კი მათთვისაც კი როიტყვიან გასაზიარებლად ეს დამოკიდებულება თქვენ როგორც ხელისუფლებას ურთიერთობის გაგეგმას კარნახობთ ბატონო ირაკლი, ამაზეც ვისაუბროთ და ამიჩევა. ჩვენ ერთი რამე არის, რომ ჩვენ გავაგზავნებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაგვიტოვებია ეუთო, ჩვენ დავტოვეთ კენჭისყრის პროცედურა, იმიტომ ეს იყო აბსოლუტურად უსამართლო. უბრალოდ ვამბობთ, რომ ეუთოს უნდა ეყოს მომავალი არჩევნებისათვის იმის ვაჟკაცობა, რომ თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება თუ რაიმე შედეგი ექნება. თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი, თავის რაობაზე, თავის შინაარსზე აქვს ეუთოს დღეს უფრო მეტი პასუხი გასაცემი და ის სურათი, რომელიც ახლა ტელეეკრანებზე არ ჩანდა, მაგრამ ჩვენ დელეგაციასთან რომ მოდიოდნენ და ასე ვთქვათ, სინანულს გამოხატავდნენ მომხდარის გამო, რაც იქ უკანონობა და ზეწოლა ხდებოდა, ეს სინანული მათ
მარტო ჩვენი დელეგაციის წინაშე კი არა. საერთოდ უნდა თქვა, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვს ფასი თუ ისინი გარკვეული პოლიტიკური ძალების, რო იტყვიან, ზეწოლის და ბულინგის მსხვერპლი არიან. ამიტომ აქ ჩვენზე კი აღარ არის უკვე საქმე. მათზეა საქმე, რომ საკუთარი პასუხისგებლობით მიღებული დასკვნები და გადაწყვეტილებები ცხოვრებაში ამის გატარების უნარი აქვთ თუ არა აქვთ. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ის მორალი, რომელიც არა მარტო EUTHO-ს წინაშე, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე დღეს დადგა, როდესაც დემოკრატიული პროცედურები, როდესაც სამართლიანობა ჩანაცვლებულია ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატანის, ასე ვთქვათ, აი ველური მეთოდებით მცდელობებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.